ამერიკის მხრიდან ენერგობლოკადის დაწესების შესახებ კუბის კომუნისტური ხელისუფლების ბრალდებებმა ჰავანასა და ვაშინგტონს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა მეტად გააუარესა. კუნძულოვანი ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ვაშინგტონთან დიალოგისთვის ყოველთვის იყვნენ მზად და მათი პოზიცია ახალს უცვლელია. თუმცა მისთვის მიუღებელი რჩება ამერიკული მხარისგან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების დაწესება, ზეწოლა, ასევე ქვეყნის სოციალისტური წყობის შეცვლა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. დიპლომატიურ ნაბიჯებზე საუბრის პარალელურად კუბის პრეზიდენტის განცხადებით ქვეყნის მთავრობა აქტიურად ეძებს გზებს ამერიკული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ასევე დასძენს, რომ არსებული კრიზისული ვითარებისას შესაბამის უწყებებს დაევალათ კუბის თავდაცვის უნარიანობაზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მზაობისთვის. კუბა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ სამშობლო საკითხზე ღია დიალოგის მზაობას გამოთქვამს, მაგრამ როგორ პირობებში? წნეხის გარეშე, ზეწოლის ქვეშ დიალოგი შეუძლებელია. ის საჭიროა წინასწარი დათქმების გარეშე. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევისადმი პატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე. კუბის მისამართით გაჟღერებული მუქარების გათვალისწინებით ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა თავდაცვითი მზაობის გეგმის ამოქმედება. ეს მოიცავს მთელი ჩვენი ტერიტორიული დაცვის სისტემების მომზადებას ყველა დონეზე, დაწყებული მუნიციპალიტეტებისა და პროვინციების დონეზე თავდაცვითი მექანიზმებით, დასრულებული რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროთი. როგორ უნდა უზრუნველყოთ ბავშვთა საკლასო ოთახების ფუნქციონირება საწვავის გარეშე? როგორ უნდა უზრუნველყოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობა? როგორ მივაწვდით ხალხს სურსათს? როგორ შევძლებთ ხნათ ესვას, მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებას? როგორ უნდა გადაავადგილდეთ? ამიტომ ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომლებიც არ იქნება მუდმივი ხასიათის და დროდადრო გადაიხედება საწვავის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ამ ზომების აღსრულებას ძალისხმევა სჭირდება. ვიცი, რასაც იტყვიან ადამიანები. კი, მაგრამ კიდევ მსხვერპლი? თუ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, მაშ რა უნდა გავაკეთოთ? დავნებდეთ? ჩვენ ვამბობდით, რომ კუბისთვის კაპიტულაცია არ არის განსახილველი ვარიანტი. ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, რადგან მტერი უთვალთვალებს იმ გზებსა თუ შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა კუბისთვის გაიხსნას. თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კუბა არ არის მარტო. ასეთ მძიმე დროს არსებობს ბევრი ადამიანი, ხელისუფლება, ქვეყანა, დაწესებულება თუ კომპანია, რომელიც მზად არის კუბასთან თანამშრომლობისთვის. ამერიკის პრეზიდენტის შესახებ განცხადებების გაკეთებისას თეთრი სახლი კუბის კომუნისტურ ხელისუფლებას მეტი სიბრძნისა და წინდახედულობისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონის თანახმად კუბის კრიზისი მათ ქმედებებთან არანაირად არ არის დაკავშირებული და ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემას ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკაში უნდა ეძებდეს, რომელიც ამერიკული მხარის თქმით მხოლოდ ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე ფიქრობს. თეთრი სახლი კუბის კომუნისტურ მმართველობას ურჩევს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის. ვაშინგტონში ამბობენ, რომ დიალოგს არასდროს გაურბიან, სანამ არსებობს საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის რესურსი. ის ფაქტი, რომ კუბის ხელისუფლება ცალფეხზე დგას, ქვეყნის ჩამოშრის აშკარა მანიშნებელია. ისინი მეტად დაკვირვებული უნდა იყვნენ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის მისამართით რაიმე განცხადებას აკეთებენ, მაგრამ როგორც ვთქვი, პრეზიდენტი ყოველთვის არის მზად დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის და ვთვლი, რომ სწორედ ასე იქცევა ის კუბის ხელისუფლების მისამართითაც. არსებული დაძაბულობის მიუხედავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის აღმოსავლეთ რეგიონებში 2025 წლის ბოლოს მომხდარი დამანგრეველი შტორმის მელისას შედეგებთან საბრძოლველად ჰუმანიტარულ პროდუქციასთან ერთად 6 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი დახმარებაც გამოყო. 2026 წლის იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპი დაიმუქრა იმ ქვეყნების საქონელზე ტარიფების დაწესებით, რომლებიც ყიდიან ან აწვდიან ნავთობს კუბას. ბოლო 5 წელია კუნძულოვანი სახელმწიფო ისედაც კრიზისის წინაშეა, თუმცა ვითარება ამერიკული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ ნიკოლას მადუროს დაკავებამ გაამწოვა, რადგან ვენესუელა კუბისთვის ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი მომარაგებელი იყო. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კუბა არ შემდგარი სახელმწიფოა, რომელიც ჩამოშლის ზღვარზეა და რომელსაც გადასარჩენად მხოლოდ დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები სჭირდება. მის მუქარას ჩინეთის, მექსიკისა და რუსეთის დამგროვი განცხადებები მოყვა, რამაც ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია მაინც უცვლელი დატოვა. დიპლომატიურმა უთანხმოებამ კუბის მოსახლეობის ყოველდღიურობა მეტად გააუარესა. ქვეყანა ენერგოკრიზისის წინაშეა, რადგან არ არის საწვავის საკმარისი მარაგები. ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალმომარაგება კი საათობით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით არის შეზღუდული.